გამარჯობა, დღეს უნდა გამოვაცხო მარწყვის ტორტი, მოხარშული კრემით, სახსლური რეცეპტით, რაშიც ჩემი ახალი მეგობარი დამეხმარება. დიდი ხანია მინდოდა ასეთი მიქსერი შეძენა ჯამით, რადგან დათოს ხშირად უნდა ხოლმე ჩემთან ყოფნა ცხოვრების პროცესში უყვარს მიქსერის ხმა და ახლა უკვე აღარ გამიჭირდება, რომ თან დათო ავიყვანო და თან ჩემმა მიქსერმა თავისი თქიფოთ გემრიელი დესერტები. ტორტის მომზადებას კრემის მოხარშვით ვიწყებ. 4 კვერცხის გულითა და 200 გრამი შაქრით ვაკეთებ გოგლიმას. ვამატებ 50 გრამ ფქვილს, 1 ცალ ვანილს და 500 მგ ცხელ რძეს. კარგად რომ გავძრავ ამ მასას. გამ დაბალ ცეცხლზე მუდმივად ვურევ, რომ მათ უხდება 2 წუთს კიდევ გავაჩერებ და გადმოვდგამ. გადმოვასხამთ ჯავში გასაცივებლად და თან თავზე საკვებ პარკს ვაფარებთ, რომ თავი არ მოუხმოს. ახლა უკვე ჩემი მიქსერი ერთვება საქმეში, რომელიც მე ველის თორიდან გამოვიწერე. რადგან საკმაოდ დიდი და მძლავრი მიქსერის შეძენა მინდოდა, მისი ღირებულება მერე ბარათით 4 თვეზე გადავანაწილე და ეფექტური 0%-ით თვის ხარჯი 123 ლარი გამომდის. რაც მთავარია, სილკბანკის მერე ბარათით სარგებლობა ჩემსავით თვით დასაქმებულებს ხელფასის ცნობის გარეშე შეგვიძლია. მე 10 კვერცხიან ტორტს ვამზადებდი, ამიტომ 10 კვერცხის ცილა კარგად გავთქვი. შემდეგ სათითაოდ დავუმატე 10 სუფრის kovzi შაქარი და ამ 10 კვერცხის გული. ეს მასაც გათეთრებამდე ვთქვიფე და ბოლოს kovzit გადავურიე 10 სუფრის kovzi ფქვი. მივიღე ასეთი ფაფუკი ცომი, რომელიც 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი ვაცხვე ერთიანი ბისკვიტა და უკვე გამომცხვარი გავჭერი 2 ნაწილად. კრემის დასასრულებლად 200 გრამი კარაქი ამოვიყვანე და შევურიე ჩემი გაცივებული კრემის მასა და დავიწყეთ მე და დათომ ტორტის მორთვა უკვე წინასწარ დაშაქრული მარწყვი. პირველი ფენა ბისკვიტი თან კარგად დავნამე, დავალაგე ბევრი მარწყვი და წავუსვი კრემი, შემდეგ უკვე დავადე მეორე ფენა ბისკვიტი, რომელიც ასევე კარგად დავნამე. წავუსვი კრემი და მოვხდე ბევრი მარწყვით. რეცეპტს აღწერაში დაგიტოვებთ და გთხოვთ, მოამზადეთ ეს საოცრება მარწვის სეზონზე.